თუ იყო სინჯი თუ კეთება რატომ გეხდა ოთხი დაგრევის ხება რატომ დააგრია თვითონ შედებება მე ვიტყვი გაიდევერდე გამეცით პასუხი როცა ადამიანს მიიწევ დაპატიჟებს უფრაზე მოწამულ რაღაცას აჭერდა მოიწამება ვის გავშეთ პასუხი რას ვინდა თუ მე მიუხედავად იმისა, რომ წინ ბაქოში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ ეს გაწმენდების ლაივია მე ჟურნალისტი ჯავბანენიძე ვარ. დღეისთვის განოსეს აქცია სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ შორის არის ერთ-ერთი ცხოვრები მარგალიტა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. აქ შეკრებილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, მათ შორის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სეზონურად რეჟიმში თურქეთში და ახლა ვეღარ აპირებენ ინტერესულ მუშაობას. არიან ეკომიგრანტები, არიან ავტობანის ჩვენებისგან დაზარალებული და დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერგებათ მათ კომპენსაცია. ასევე არიან ოცნების ქალაქში მცხოვრები ადამიანები, კონკრეტული მოთხოვნებით, მიიღებენ ისინი საცხოვრებელ სახლს, ან ვის ერგება ახალ კორპუსში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეხლა შედის მე შეგახსენებთ ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასულწრებით ქუჩაბად შეიკრიბნენ ბათუმში ისინი მოიხოდნენ თორნიკერიჯვედესთან შეხვედრას თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა თავდაპირველად თორნიკერიჯვედზე გამოაგზავნა აპარატის წარმომადგენლები რომელსაც უთხრათ მონაწილეებს რომ თანახმაირო მზად იყო რომ მათ შეხვედროდა თუმცა აქ მონაწილეებმა თქვეს რომ ეს შეხვედრა გამართულიყო აუცილებლად ჟურნალისტების თანდასწრებით და ამ შეხვედრაზე სწორედ ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრაზე თქვა თორნიკერიჯვედზე უარი და შეხვედრა არ შედგა და მათ დაანონსეს შეხვედრა სწორედ ორშაბათს ამ დღეისთვის მოგესალმებით ხო შეგიძლიათ გითხრათ თქვენ საიდან ბრძანდებით რომ სოციალური ჯგუფის წარმოადგენთ შეიძლება გამოდანეთ კარგი მოდი ჯერ მოусმინოთ გამომსვლელებს რა ამბობენ ისინი და რა კონკრეტულმოთქმულებს აჟღერებენ და შემდეგ შეგვიძლია გავესაუბროთ ამ მონაწილეებს ეცრავთ ეს აქ მოსული ვინც არის ყველა გაჭირებული ხალხია და მე არ მიფიქრებ პირადად გონიო არის უყოლეს დროიდან მოგილი ყოლასაფის არა გონიო ძირძველი მაცხოვრებელი ხალხი რომლებიც ცხოვრობენ ადამიანურად ვისაუბროთ დღეს სამი ოჯახი არის დანგრევის პირას მთავრობა ჯერთხა რომ ჩვენ პანდემიასთან დაკავშირებით არა გვაქვს სახსრები რომ ჩვენ სამი ოჯახი არის დანგრევის პირას გონიოში და როგორც ასე პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ არა გვაქვს სახსრები რომ ჩვენ ეს სახსრე დავეხმაროთ და დავხუროთ ბატონი თამაზის დახმარებით გადაღების შემდეგ დაგვირდა 2500 ლარი თითოეულ ოჯახზე რომლითაც ჟესვერი კიდი მომსახლის დახურვაზე თუ მაგაზე არ გამოგდებით მაგასაც არ მოგცემთ ხოდა აი დღეს რაც გარეთვიებს იმ ხალხის ოჯახში ისევე ოჯახში წილთან ცალაბდის გაჭირვით ისე ძინავთ და დილამდე არა მოსვენება რა ხალხს იმაში კასრილების და ვედროების გამოცნაში ამასთან დაკავშირებით კიდევ გონიოს ხალხის მიწევის თავობაზე იმ ხალხს გოუფრობდა მიწები რომელსაც გონიო სიზმარში არ ქონდა ნანახი ძირძველ მაცხოვრებელ ხალხს დღესაც არ აქვს გაფორმებული და თუ მოვიდა კომისია ემჩნევა რომ ის არენდას ამუშავებდაო ემჩნევა კი არა ეკუთვნის უნდა დაეწერა და გადადოს ყველა საბუთები მეტი 400 ტონისა ხოდა ასე რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის რომ მივარჯიოთ ჩვენ სამართალს ესე იგი მახელაურმა მომაწოდა აგერ დოკუმენტები რომლის მიხედვით დადასტურდა და ექსპერტიზა დაიდო რომ მათი საცხოვრებელი ბინები დაზიანებულია და იქ არ იცხოვრება და საჭიროა რეაგირება ეს ეხება საქართველოს საგზაო დეპარტამენტს და ეს ეხება მშენებელ კომპანიას აგერა ბატონო საბუთი არავინ არ მოსულა დღეს აქ უსაბუთოთ და უკანონოდ გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს მადლობა მახვილაურს კი ბატონო
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. სამართლობას ვებრძვით ყველა. ანუ იმ ბინებიდან გაიყვანეს ნახევარი გაიყვანეს. ანუ ნახევარებში და ნახევარი ადგილზე არის ისეთი სიტუაცია, რომ იქ არის ცხოვრება და მოხმარება. კარგით, გასაგებია, მადლობთ. შემდეგი ვთხოვთ თვით დასაქმებულების, აი რომლებიც ეს არის ის ადამიანები, რომლებიც და ბევრი თქვენ გაგედი ალბათ თურქეთში გადადიოდით, გადმოდიოდით, შრომობდით, გქონდეთ თქვენ ეს. ქალბატონი მადონა, ვთხოვოთ. ქალბატონო მადონა, მოგზაურდით ხალხო. იქეთ გადმოდით რა ხალხო, ცოტა შეიძიეთ მთავრობის სახლისკენ მიიწიეთ, ცოტა თუ გეშინიათ არავინ იქნება მას. გაიძიეთ რომ ხალხი გადმოვიდეს, გადმოდით თქვენ აქეთ. ხალხო გადმოდით რომ თქვენ მანდ არ ჩახალთ, მათ ოპერატორები იღებენ. გაიძიეთ ცოტა რა გთხოვთ. გავიწიოთ მთავრობის სახლისკენ, მაინც მართლაც შესასვლელი კაცო, გაიძიეთ თუ გეშინიათ, არავინ იქნება. გაიძიეთ, ჩაიძიეთ რომ ეს ხალხი შემოვიდეს. გადმოდი შენ აქეთ. გადმოდით, გაიშალეთ. შეაჭრის მთავრობის სახლის წინ არის სოციალური ჯგუფი. ქალბატონო მადონა, აბა თქვენი ომახიანი ხმით. რა პრობლემა აქვს თვით დასაქმებულებს? ეს მონაწილეები ითხოვენ თორმიგერიჯვადასთან შეხვედრას. თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა შეხვედრა ამჯერად განსაკუთრებით. მოგესალმებით ყველა. განსაკუთრებით გქონდათ ეს მოხდები დასაქმებულები, რომელიც შეჩერებულია ყველანაირი წყარო გადაკეტილია და დაკეტილი არის თქვენ ყველა მიცის ჩვენი საზღვრები. და დღესდღეობით იმიტომ ვართ ქუჩაში გამოსულები, რომ არანაირი შემოსავალი აღარ გააჩნია ამ ადამიანებს. ეს უკვე ძალიან ბევრჯერ და ხშირად ვთქვით ჩვენ აქა და მასიურად დავდივართ. დღეს კატეგორიულად შემიძლია მოვითხოვო მე პირადად, რომ ბატონ თორნიკე რიშვაძესთან ვითხოვთ შესვლას თავისი გადამღებიანა. ტელევიზიის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ იქ შესვლას. ვინც ვართ აქ ასეთი დასარალებულები და შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ ერთადერთი ის, რაც უნდა გაგვცეს პასუხი ბატონ თორნიკე რიშვაძეს. ხალხთან ახლა ხალხო ამაზე. გადაწყვიტოს მივცეთ რამოდენიმე დრო, არ ვიცი ხა ნახევარი საათი იქნება თუ 1 საათი, მოიფიქროს და მიგვიღოს კაბინეტში ტელევიზიასთან ერთად. ხალხთან ახლა ხალხო. რა თქმა უნდა ყველა ვერ შევალთ, მაგრამ რამოდენიმე რომ შევალთ ისიც საკმარისი იქნება. გაიგოთ ამ ხალხის გასაჭირი. ჩვენ მივცეთ დრო. მე ველოდები ბატონ თორნიკე რიშვაძეს თავისი გადამღებიანა მივდივარ ჩვენ და მოთხოვოთ უნდა მას პასუხი. ამდენი მიტინგები, ამდენი ხალხის აქციანული უკვე ცოტა ახალ. თვითონ შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტოთ ასე, რომ ტელევიზიის გარეშე ჩვენ ვიყავით ამაცინათ აქციაზე აქა, აქცია ჰქონდა და არ შეგვიყვანა ტელევიზიის მაგან გადაღება არ მოინდომა. და ჩვენ გვინდოდა რომ დაფიქსირებულიყო ყოველი მისი სიტყვა ჩვენთან, მაგრამ მაგან მაგი არ გააკეთა, ჩვენ ოფიციალურად დღეს ვითხოვთ ამას. აქციის მონაწილეები, როგორც თქვენ ახლა მოისმინეთ, ითხოვენ მედიის თანდასწრებით და თორნიკე რიშვაძესთან შეხვედრას. მსგავსი მოთხოვნა ჰქონდათ ამავე სოციალურ ჯგუფებს წინა კვირას ქუჩაბადს. მაშინ თორნიკე რიშვაძემ მათ შესთავაზა შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე, რადგან აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ. ისინი ელოდნენ საბოლოო პასუხს აჭარის მთავრობისგან მოხერხებოდა თუ არა შეხვედრა, მათ შორის მედიის თანდასწრებით, მაგრამ წინა კვირას თორნიკე რიშვაძემ ეს ადამიანები პრაქტიკულად უპასუხობდა. აქციის მონაწილეებმა მაშინ დაანონსეს ეს აქცია დღეისთვის ორშაბათს და ეს აქცია ეხლა იმართება, რომელიც 3 საათზე დაიწყო და წვიმის მიუხედავად აქ შეიჭრება საკმაოდ ბევრი ადამიანი. პრაქტიკულად სავსეა ეს მოედანი რუსთაველის კონსტანტინე გამსახურდიას და ამიდაბასის ქუჩების ქვეყანაში აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებული ტერიტორია. აქ არიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად ავტობანის მშენებლობის დროს დაზარალდნენ. მოგესალმებით, მადლობა კარგად. ამინდი ჯიზე შეიცვალა. ლაივში ვარ და ლაივში ვარ და
ასევე არიან ეკომიგრანტები, რომლებიც თქვენ რომ მათი ბედი არის გაურკვეველი, ასევე ოცნების ქალაქში მცხოვრები ადამიანები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები. ეს გავისაუბროთ რამდენიმე მათგანს, რომ გავიგოთ ვინ არიან ისინი. მოგესალმებით. რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა? თქვენი კონკრეტული მოთხოვნა რა არის პარტნიორების ლაიფში? და ყველასი გვინდა რაც ადგილი გვაქვს და კიდე გვაქვს დავრობას არ უჭირს იმდენი რომ რა ადგილი გაქვთ სად ცხოვრობთ თქვენ? ოცნების ქალაქში. 1011 ნომერია სახლისა. ტყვილა ვინმე ახარ მოა არაუბრალოდ. ყველას უჭირს, რომ არ უჭირდეს არავინ არა, სოციალურად დაუცველი ვართ, გასაყოფი ოჯახი ვართ. და ყველას ასე ეკომიგრანტი არ არის ხო თქვენი ოჯახი? არა, ემიგრანტი არა, სოციალურად დაუცველი, მრავალი ოჯახი გვაქვს, 7 სულიანი ვართ, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს 2, ყველანაირად. ყველა ოჯახი რომელიც სოციალურად დაუცველია, უნდა დააკმაყოფილოს მთავრობა. რა თქმა უნდა, დააკმაყოფილოს მთავრობას არ უჭირს იმდენი რომ ჩვენ მთავრობას ასე გვიჭირდეს. უნდა დაგვეხმაროს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. თქვენ ოცნების ქალაქში ცხოვრობთ? ყველა აქ ვინც ვართ, ოცნების ქალაქში ვართ. გვინდა რომ დაგვაკმაყოფილო, მოგვაქციონ ყურადღება ასეთ გაჭირვებაში, დაჯერით სახში, პანდემია გამოაცხადეს დაждომას რას ნიშნავს? უხელფასო, უმუშევრები ხალხი ადვილია? ყველას რაც ხარია, მათ რომ აქვანდა, მათ რომ გამძღარი არიან, სხვაც ისე გონია, ეს ასე არ არის. უნდა მოხედოს ხალხს, მათ რომ ჭირდოდა ხომ დაუდეკით ჩვენ მხარში. ალბათ რომ დაუდეკით მოგვატყუეს. რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ და მოვიდან არჩევნებზე, გახარია ჩამოვიდა თბილისიდან, მოვდა დაგეხმარებით, ვინმე არ იქნება პრობლემა რამე, ასე გვითხრა, მაგრამ სადაა ეს თქმულება? მოვა, წევლიან ის მოვა, ეს მოვა, თბილისში ვარ ჩვენ. და გასაჭირში ვართ, აბარა, ვინმე სადახალისება აქ ჩამოსულ. არავის არა, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ჟუჟუნა ტეტემაძე. მადლობა. ყველა ასე ვარ. საინტერესო არიან თორე წაბლანილები, როგორც ისინი აპირებდნენ დღევანდელ აქციაზე, რომ შემოერთებოდნენ და ჩამოვიდნენ მოახერხეს ჩამოვიდნენ. არის მეგონიელი ვარ. მე გავხდა მაგალითია. და მოდით და გამოვიდა მეზებად ხა. ხო ჩავწეთ და აღარ გინდა ხო? თქვენ ოცნების ქალაქიდან. თქვენი მოთხოვნა არის რა, რომ კრიტერიუმები განისაზღვროს ვის ერგება ბინა და ვის არა თუ სხვა მოთხოვნა გაქვთ? არ ვიცით მაგდენი, ვის ეხება და ვის არა, აი არ ვიცით. რა ვის ეხება? ვითომ დავწმინე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არა. და ხომ არის ეს დაპირება, რატომ ფიქრობთ რომ შეიძლება ის არ შესრულდეს? თუკი დაპირება და იმედი არ გვაქვს. რა ის იმედი? არაფრის იმედი არ გვაქვს. ანუ დღეს აქ ძირითადად არიან ოცნების ქალაქის მოქალაქეები, ოცნების ქალაქის ცხოვრობენ ადამიანები. ვისაც სახლი კარია და კანონებას ვითხოვთ, ვისაც ბინა უწევს. ბინაში შეასახლოთ, ესაა ჩვენი სურვილი. სხვები ვინ არიან ეხლა დღეს ამ აქციაზე? სხვა ვინ არის აქციის მონაწილე? სხვა აქციის მონაწილე არ ვიცი და სხვადასხვა ვინ არ ვიცი მაგდენ, მაგრამ რაც ასვით. ეკომიგრანტები არიან თუ არა, მაგალითად წაბლანიდან, რომლებიცაც გუშინ გვენდათ ასევე საპროტესტო აქცია ალბათ იქნებიან, არ ვიცი. მადლობა. არიან, მაგრამ ეს ლოგიკა. აი მე და რაფერს არ ხოყარში ვიყავით და გამოყარენ და ვინმე წვიმის მიუხედავად გრძელდება საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეები ითხოვენ თორმეტ ჯგუფთან შეხვედრას, რომ მათი კონკრეტული სოციალური პრობლემები მოგვარდეს. ჯერ უცნობია, შედგება თუ არა ეს შეხვედრა. ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გასულ კვირაში წინათ საპროტესტო აქცია ზუსტად გააკაჭერეს მთავრობის სახლის წინ. მაშინ მათ შესთავაზა შეხვედრა თორმეტ ჯგუფთან, თუმცა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შეხვედრა მედიის თანდასწრებით, რაზეც თორმეტ ჯგუფთან პრაქტიკულად თქვა უარი. მოგესალმებით, თქვენ საიდან ბრძანებით მართლმელობის ლაივში ვართ? ხულო. წაბლანა თუ სხვა ფაჩხა. თქვენ რატო ჩამოხვედით ამ აქციაზე? დააკმაყოფილო მოსახლეობა დინები ჩვენი გადამოთხოვნისა. თქვენ ოცნების ქალაქში ცხოვრობთ? ოცნების ქალაქში ხართ ცხოვრობ? ანუ რა არის ახლა თქვენი მოთხოვნა? რომ უფრო მეტი ბინა აშენდეს თუ კრიტერიუმები არის უცნობი, ვის მოუწევს ბინა და ვის არა? 592 ოჯახი არავით არის 1000 ყველა უნდა დაგმოწმდეს.
ერთი მოთხოვნა ეს არა. რატომ ფიქრობთ, ყველა უნდა დაგმაყოფილდეს, ვინც იცხოვრობს, ანუ ყველას ერგება ვინა, ვინც დაიკავა სახელმწიფო საქმეში. არის გარკვეული კატეგორიები, რომელიც მაგის უშუალოდ არის ისე სახელმწიფო შექმნილი, რომელიც განიხილავს და ამის შემდეგ თქვენი ოჯახი, თქვენ ხართ ეკომიგრანტი და ამიტომ ჩასახლეთ თუ რატომ ჩასახლეთ იქ? ვარ ზღვავსაშის ზონაში, ეროზირებულ ზონაში მაგრამ საფუძველი და ვიდრე ჩამოსახლდებოდით ოცნების ქალაქში, მანამდე შემოგთავაზათ სხვა რამ ხელისუფლებამ? არა, შემოთავაზება. ან გამყარება, გამაგრება იმ საცხოვრებელი ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობდით? ანუ იმ სახლს, რომელიც ახლა თქვენ გეკუთვნით სოფელში, ხულოში, ამ სახლს არ იყენებთ ამ მიწას, რომელიც იქ გაქვთ? იქ აღარ ადიხართ საერთოდ? დროებით ცხოვრობ. ზაფხულობით ადიხართ. დავდივარ ვამუშავებ მიწას. რამდენი წელია უკვე რაც ახლა თქვენ ოცნების ქალაქში ცხოვრობთ? 2 წელია. ანუ ამ პერიოდში ჩამოსახლდით, შედით ოცნების ქალაქში და დაიკავეთ ადგილი, ხო? და როგორ უნდა გამოარჩიოს თქვენი აზრით მთავრობამ, ვის ერგება ბინა და ვის არ ერგება უფასო? მაგი რა ვიცი, ახლა მთავრობის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვისაც არ აქვს არავითარი შემოსავალი, სახლი არ აქვს, საცხოვრებელი არ გააჩნია, ფაქტი არის, პირველ რიგში ეს უნდა თამაზ ბაკურიძე უფლებაა დამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი არის ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ის ამბობს იმის ხმამესმის რომ გააკეთებს განცხადებას. დელა პოლიცია დანაუგებდეთ. დაპირისპირების გარეშე. გამატარეთ. ნახოთ, აბა დავიდოთ ეთობა ამ სუვირის ნებელი. ამ ფიქრებს კი არის. არის. იმე შეიძლება რომ იმაკო. სიტა მომეკონდა. აქტუარა. ოფიცერს დადეთ ჩემს მათოთქი. ა? თოდო პარკი, აბო. მოგები დახურეთ. არა, ესე იგი მოსახლეობის ხონა რომ მთელი დღე ახლა აფწიბაში არ გვალოდიდოთ. რამდენიმე ადამიანს შეხდეთ ჯგუფი ახლა ყველას ბუნებრივია ვერ შეხდება, მაგრამ ჩვენ გვინდა დიალოგი, ჩვენ მოვედით ამ დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი პოლიტიკა, არავითარი რამე სხვა მიზნები ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ პოლიტიკურად არავის არ უპირისპირდებით და რაიმე საწინააღმდეგო ვინმესი არამესი არ აგვაქვს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ გვერდის მიმდინარე საპროტესტო აქციასთან ჩვენ არანაირი კავშირი არ აგვაქვს. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს, თუმცა აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების, ზოგი ახორციელებელი და ზოგი კომუნისტური პარტიის მომხრე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვინმეს რამე პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. არა. ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ბუნებია. ნებისმიერი მთავრობის ოპოზიცია ვარ, ვინც ხებინას არ მოხდა. ვინც ხებინას მოხდა, ჩვენი ნებისმიერი მთავრობა. მეგობრებო, ეხლა მოვიდა ინფორმაცია, რომ ბატონი თორნიკე მზად არის შეხდეს ჯგუფის ხელმძღვანელებს და ამიტომ ეს არის თქვენი გამარჯვება, რომ ხელისუფლება როგორც იქნა ხალხისკენ შემოbrunდა. ხალხო არ დახვიდეთ. მალვადეს. არ დახვიდეთ. გალა ერთობაში. ესე იგი, მეგობრებო, დაგველოდეთ ხო არ დახვიდეთ. თუ ვინმე არის ავად, არ შეუძლია, წახვედით, ვერ შეგაკავებთ რომ წვიმა არის და არ ვიცით ისა რა იქნება. ჩვენ შევეცდებით რომ მალე დავამთავროთ და გამოვაქვთ, კარგით? თუ წასვლა გინდა, წადით, არაა პრობლემა. მარინა, ქალბატონი მადონა, ქალბატონი მაია, ეს არა ქვია, ბევრს ვერა. ბევრი ვერცევად. ეს არის კირდაკი და ის სად არის? კირდაკის წარმომადგენელი და ის მახვილაურის. მოდით რა, გეძებოთ და გონიო.
ლაივი ჩაგვიწევთ თუ ტელევიზიას არ შეიყვანებთ. არა, ყველა ტელევიზია შეიძლება ვერ შევიდეს. ხოდა ერთი ვითხოვოთ. კი ბატონო. ერთი ტელევიზია შევიდეს, თორე არ ტელევიზიის. კარგით, არ იჩხუბოთ, არ იჩხუბოთ. არა, ჩხუბი არ მინდა. დაწყვეტდით? დავშვიდი. აგერ არის როინი, აგერ არის გონიო, აგერ არის ეს რა ქვია, კირდათისა და მოვიდეს ახახლოს. სასწავლებელი თუ არ უნდა დაასრულოთ. ჯგუფის ხელმძღვანელები ბოდით. ჯგუფის ხელმძღვანელები ბოდი. გაბოდი შედეს და დასწრებაზე ცხოვრობს. გაბოდით. აგერა კირდათი, მოსულა. სია ხო გაქვს? რამდენი ავგროვდით რომ ისა? 1, 2, 3, 4, 5. 5 ავგროვდით. მეტი არ არის, ხო? გონიო, 6. აგერა მახვილაუც გასცემენ. რაშობით ხაბადონო მარინა? გადაღების გარეშე არ შევართ, იგივე პრობლემა. მეგობრებო. გადაღების გარეშე არ. ოც მაიცა შევათანხმოთ ხალხს შენ როიმებ გადაწყვეტილებას. ესე იგი აქ არის ასეთი აზრი. ხაბადონე მარინა ამბობს რომ შესulis და შეხვედრას აზრი ექნება თუ ტელევიზია იქნებაო. თქვენ რა აზრით ხართ? მანაერად არ იქნება, რა ხალხმა უნდა ნახო. ან მან გამევიდეს გარე. კარგით, არა, მან ახლა ამ წვივაში აფრიკავთა ვერ გამოვა ბუნებრივია და ეს არის ისეთი მოთხოვნა რომ ვიცით რომ წინასწარ ვიცით რომ არ გამოვა არაფერი. კარგით, თხოვოთ უთხრათ აბა თუ იზამენ ტელევიზიის გარეშე. იზამენ, ხალხს რაც უნდა ასე მოიცადე, შეყვარა ხალხმთავრობა. დაწყნათ. კი ბატონო, ჩვენ ხალხის მოთხოვნა გავაცალით, ახლა გვეტყვიან იზამენ თუ არა. დღეს იყო ლაივი მეგობრებო. დღეს ოცნებაში ავიდა ჩვენ რო წამოვედი. კარიდან მოამწავებ ახლა. მოამწავებ. შენ მიდიხარ შეხვედრაზე და წინასწარ ამწავებ სიტუაციას. მოიცადე. გადაღების გარეშე არ შევიდეთ. კი ბატონო, თქვი რომ გადაღების გარეშე არ შევიდეთ. კი ბატონო, თქვი იმება, მაგრამ არ გაამწავო ახლა შეხვედრის წინ. იქნებოდა. იმიტომ რომ ჩვენ ხალხმა მოვიდა აგერა. ლაივი ჩავდეთ მაშინ. მაღაზიაც ვარსიქ. არ შევდა, არ შევდა. აბა გვეთამაშები იქ რატო ჩავდეთ? კარგი, დაწყდა. მოდი შევიდე. ერთი აი. და შევანდა. რა ვქნათ მეგობრებო, თქვენ გადაწყვიტეთ. ტელევიზიის გარეშე შევიდე? ტელევიზია უნახავთ. მასა, დაწყდა. მე მინდა უმრავლესობა მოიცადე. უმრავლესობა გადაწყვიტოს. ვინ არის თანახმარო ტელევიზიებისგან? მოიცადე. ტელევიზიის გარეშე შევიდეს, ვინ არის თანახმა? არავინ. რატომ არ გიდათ? რატომ მე გადაგებინეთ შევა ხუთი წარმომადგენელი? სიტყვას არ ენდობიან ხალხი და ისა. არ ენდობით? რატო არ ენდობით სახს გიშენებს კაც? მაგით არ გჯერათ? ესე იგი სახს რო გიშენებს მაგის არ გჯერათ? აშენებული როა? მე ჩემს აზრს თუ გითხავთ უნდა შევიდეთ, მაგრამ თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, მე ვერ გადაგახდებით თავზე. კარგი, შევთავაზეთ. მაშინ 10 დღის 2 კვირის შემდეგ მოვდივართ აქ უკვე კონკრეტული მოთხოვნებით და კარვების გაშლით. და სადაც არ იქნება შეხვედრა პირადად მასთან ტელევიზიების ბანდესტრებით, აქედან არ დავარ. თანახმა ხარ? ავდიეთ ხელი ვისწავლავ. მეგობრებო, სანამ წამოვიდოთ, ბატონი თორნიკი ავიდა ოცნების ქალაქში ლაივი ჩართო. ხო გქონდა ოცნება. შევიდეთ და უფლება მოგცე რომ ლაივი ჩავდოთ, არ უნდა ტელევიზია. ლაივი, უნდა შევიდეთ ლაივით, ბატონ თამაზ, ასე არ შეიძლება. ამ წვიმაში ეს ხალხი ტყუილა არ მოსულა. გამივიდო. ლაივი ჩავდით და შევიდეთ. გამივიდეთ. ლაივი ჩავდით. აღარ შეიძლება თამაში, ბატონ თამაზ, ამომივიდა რა შეიძლება. დაელოდეთ ლაივი ჩართონ. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. რაც მაბოლეს 2 წელი მეყო რა. ლაივი თუ შეიძლება მარინა. ასევე ხუთაში არ დასრულდებოდა. დაბა გითხარით. რატომ დაიწყეთ პროტესტი და რამდენი ოჯახი გიერთდება დოქსების ქალაქში და რა თქვენი? ეხლა მე არ დამიხვია ოჯახები, სამივე დასახლების უმრავლესობა არის მოწოდება რომ დგას ყველა. მიუხედავად იმისა არის კოვიდი.
ჩვენი მოთხოვნა ყველა ოჯახში 1740 ოჯახში ხელშეკრულება დაიღოს და დავიჯერებთ რომ მოსახლეობას აი მართლა რასაც პირდებიან იმას გააკეთებენ. სიტყვები არ მინდა სიტყვებით ბატონო ბიზნესი იყო მაგრამ არ შეხვედრა. ტელევიზიების შესვლა რატო არის თქვენთვის ან მედიის შესვლა და მედიის დასწრება შეხვედრა. თავრობისთვის რატო არის ტელეეთერით რაიმის გაშუქება. ესე იგი მოსახლეობას გაუგებარია რატომ ამბობს მერგები ხა ტელევიზია ვინმე შეჩუბებით იცო რა. რატო არ უნდა შევიდეს? პარლამენტში თუ დაგვამხობენ პარლამენტამდე გვაყურებინებენ ეგ შეიძლება ჩვენი დიალოგი არ შეიძლება? გაცილებით ჭკვიანად ვილაპარაკებთ იქ ვიდრე პარლამენტში რომ დეპუტატები ლაპარაკობენ. აი ეს კარგად იცოდე. ლაივის ჩართვაც არ შეიძლება? აბა გუშინო ხანძარი იყო გაჩენილი შეიძლებოდა? ცეცხლომ კინაღამ 2 წამში წამეკიდა ის შეიძლებოდა? არ შევა. არ გადადო რა არ გადავდო დიალოგი. არ გადაიდო ბატონო თამარ ორი ახლა. მოხავოთ ორი კვირა რატომ გამოვიდეთ ახლა არ წახედა ერთი შეიძლება ვერა მერციდა არ მოთხოვე ყველანაირად მიაწეს საქმეა მონაწილეებს იმწიფით რომ შეხვედრა გაიმართოს აუცილებლად ჟურნალისტები თანაშრები და ისინი უარს ეცხედებენ შეხვედრაზე თორნიკელიძეზე რომელიც თანახმაა რომ შეხვდეთ აქციის მონაწილეებს მაგრამ მედიის დასწრების გარეშე რადგან აქციის მონაწილეებმა თქვენს უარ და თავის საკუთრ მეტად აქციის მონაწილეებს რომ გაიმართოს მორიგი საპროტესტო აქცია ისე ორი კვირის შემდეგ და ისინი გაშლენ კარვებს ასევე აჭარის სასახლეში წინ აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს რომ ისინი დღესაც არ უნდა დაიშალონ და მოითხოვონ შეხვედრა ისევ თორნიკელიძეზე და ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები არა არ მუშაობს აგებია მიმართე ანდავთოვენება წავიდეთ ზაგადავკეთოთ თუ ხომ არ უნდათ ლაივი მარინა ბერიძე რომელიც ოცნების ქალაქში ცხოვრობს მან გააკეთა მიმართვა ერთგვარი მიმართვის მონაწილეებს და თქვა რომ თუკი არ შეხვდება ამ შემთხვევაში მარინა ბერიძე გუშის მესა ზუღურე მე წამლანაში ჩემი ხონა რაივით შეგვიყვანე ეს არის ჩემი ხონა ძალიან კარგად ვიცი საუბარი არ გუძდელად არამინ არ მოიცვა 5 წუთი გავაგზაზე გავდივარ ისტორია მე ხელი ვინმე ცუდად არ გვახოთ ეს არის ჩემი ხონა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს ხელისუფლებამ რა მარტო განაჩნია ხალხი ვარ მაგირია ხალხს გვინდა ეს რომ გადაიღოს ლაივი დათავი ბატონო მარტო ლაპარაკი მე აიგე რა მოიწოდი იგი ხომ არა მარტო ხალხი თვარი კი არა შეგვაირი რომ იქ ვიც ჩამოვიდა ვისაც სიმსივნეა ვიც ავადარია ტელევიზორს არის ვიჯაჭული მეილის კარებს ამიტომ ინფორმაცია უნდა მივიდეს ყველა ოჯახს ეს არის ჩემი უნდა მე ვარდებული ვარ თქვა ის რაც სახალხოდ არის ინტერესი თუ პრობლემა აქვს ამ ხალხს აგერ უთხრათ არ მივდივარ ამდენი ხალხი თუ მოვედი ამდენი ხალხი თუ მოვედი ადამიანმა ნეუჟელი არ უნდა მოვიდეს გასვაპირეთ და უცდით ველოდებით გაგწეს პასუხი ამდენმა ხალხმა თუ მოვედით და შევწვდით ერთი ადამიანმა პატივი არ დაგწოს და არ უნდა გამოვიდეს და არ დაგწეს პასუხი რატომ არ უნდა გახდეს თქო არ ვარ ჩვენს ამდენი ხალხი მოვიდით არ მივდივარ არ მივდივარ სადმე
არდელე კარგოს ესე ერთი წუთი რა თუ შეიძლება ერთი წუთი ყველამ გაჩუნდეს რა აქ იდით არ მოვედით რომ ახლა ვიყაყანოთ ხო უნდა შევიდეთ ან გამევიდეთ ხო ერთი წუთი ხო და ის სადაა იქ მამაღარ ლაპარაკობს რა თქმა უნდა ლაპარაკობს და გამევიდეს არ მიშლებით კაცო გამევიდეს მეების გარეშე იწუებიან ხო ვაფშე გამევიყვანოთ რა დემშილებით მალე ხო ვაიმე რომ გამოვიდეს და გაგწეს პასუხი ხომ აღარ ვიქნებით დავიშლებით ძალად ერთი ადამიანია და მეტი რა ჩვენ ამდენი თუ აქ წვიმაში ვარ ის რატომ არ მნიშვნელოვანი რომ თქვენთვის რატომ არ მნიშვნელოვანი რომ მედიის ჟურნალისტების თანაშრომით გაიმართოს ეს შეხვედრა რა რატომ და ეს ფაქტია ტვილი აღარ იქნება იმიტომ რომ ეს მთავრობა ბევრჯერ გვატყუებს ივანიშვილმა ტელევიზიაზე დიდაპირ რამდენი პირობა მოგცა გადმოუტრიალეს და დაანახეს რომ ეს პირობა მოგცა მაგრამ მოგვატყუა კიდე ყოველნაირად გვატყუებს ეს ოცნება თუ რა ვიცი მე მთავრობა მოვიდა სიტყვილები 1000 სიტყვილი გითხრა ერთი არ შეგიცრულა არ მიჯერა მაგის ერთი სიტყვისა თქვენ ოცნების ქალაქში ოცნების ქალაქში ატონო ჯუბა მინდა ჩაწერო მე უკვე ამ მთავრობის ერთი სიტყვი სიმართლეზე და მიუხედავად იმისა კოვიდ სიტუაცია ეხლა მე რომ თავმჯდომარე ვიყო ეზოში წვიმაში ხალხ არ გავაჩერებ ბატონ თორნიკეს მივართავ ლაივის ჩართვა არაფერ პრობლემას არ ქმნის მე ჩვენი ხმავს არ ვაპირებ ლაივი ჩაერთოს რომ რა პირობა და რა გარანტია გამოდმარდე რომელიც ის გადაგატვას აპირებ ამაში წერაზე გამოჩნდა აქ რომელიც მინისტრის მოძებნია მადლობა ერთი ჩარდა ლაივი ჩაერთობა ერთი ლაივ შარტავს მარტო მხოლოდ ერთი ადამიანი ლაივ შარტავს ანუ ამ ლაივით რა მოხდება ლაივით ეხლა დაგარანტიას მოხდებთ რომ მოხდება მაიკო ყველაფერი შემოდის შედიან მაგრამ იქნება ბაბა ბატონო რამა თომა შედი ჩაინერთება შეხდა ერთი წუთი ბაბულა ერთი შეხვედრის ერთ-ერთი ჩართავს Facebook Live-ს ამაზე დაახლოებით ჟურნალისტები ამ შეხვედრას გადადით მოილაპარაკეთ ის ხუთი გადადით ყველა გადადით შენო გადასული გადახვდა და მოდით ის ხუთი ვინც არის პრობლემები შენო გადახვიდე ყველა გადასხვება მოილაპარაკეთ და მომწადეთ ახლა უკვე არის ყველაფერი თამას გადაიყვან ხალხი მოილაპარაკეთ და მოდი ესე იქეთ გაუშვი კი გადავლენ და მოილაპარაკეთ და მოდი დავაი მეგობრებო დავეხმაროთ ერთმანეთს გადადით რომ შევიდეთ იგი არ აქნია ხომ უნდა შევიდენ არა ხო ერთი შენ როგორ ნახო რომ ეს ის ხუთი რომ შეარჩევ აი იმ ხესთან მოდით რომ ესე გიყვანთ მიდი აი იქეთ მოგზავნე
არა, პოლიტიკოსი ხარლა პოლიტიკურ გაცხადებებს თავი განებეოდა. რომელია? ვინა პოლიტიკოსი? ასამი ჯერონ ქუჩაში ზაღლივით გდივარ მაშინ რატო არ იგებდით? შესწრა მომწონდი. შესწრა მინდა გერა ყველას უნდა და ვალდებულია ტრაგედიაციას აქვს. ამოვიდეს მაშინ ხალხ შეხება. არ მიჩქობა ჩხუბის გარეშე. ამოვიდეს ხალხ შეხება. ხოდა დავიშალოთ. დავიშალოთ პირისპირების გარეშე. არავით არის პოლიტიკა, არავის არ აინტერესებს არ. იქნება გადაღება იქნება ყველაფერი ფიქსია. დავშვიდით. დუგია გეს მიკროფონი დამაჩერე ხარ. ყველაფერი გადაღება დავშვიდით. მიკროფონი საწევიდა. ადის მოეწილები ხა არჩევენ იმ პირებს, რომლებიც უნდა შევიდნენ აჯარის მთავრობის შენობაში, რომ შეხვდნენ თორნიკე რიჯვაძეს, როგორც თქვენ ახლა უკვე კადრებში ნახეთ. თორნიკე რიჯვაძე მოარგო, რომ შეხვდროდა აქციის მონაწილეებს მედიის თანდასწრებით, თუმცა საბოლოოდ მან თქვა თანხმობა, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე აქციისა, რომელიც კონკრეტულად ჯგუფს წარმოადგენს, შეუძლია რომ ჩახდეს Facebook Live-ი, რომ სხვებმა ნახონ, რაზე ილაპარაკებენ აქციის სფეროების საქმეში. ეს უკვე მეორე დღეა, როცა აქციის მონაწილეები იკრიბებიან აჯარის მთავრობის ახალ, ეხლა უკვე შედიან აქციის მონაწილეები. შევდივა? აღარ მიგვიდა სახლა. აი, მაგათ აგერაც კიდე. ექვსი გოლია. არა, მე კოლეგიალობა არის ციგერა საერთოდ რა. ვაფშე არის კოლეგიალობა რას. კაია ძალიან. კიდათი გავატაროთ და რა. გავატარეთ. წარმოვადგენეთ ერთი კაცი. ორი, რამდენი შევიდე? ორი დავამატოთ და რა პრობლემაა? ერთი კაცი კიდათიდან არის. ითხოვთ უკრათ კიდათი დარჩა და ისა. ერთი კაცი კიდათიდან. ლაივისია რომ ითხოვ სახელმწიფო არის. ამას ბაკუზი. მე მგონი ჩემი ტელეფონი წაიღეს. ალბათ ამას სად იქნება ლაივი ამ შეხვედრის შესახებ? ჩართავს ლაივს, არის უკვე ცნობილი. მე მგონი ჩართულია ჩემი ტელეფონი წაიღო ერთ-ერთმა აქტივისტმა და ალბათ ჩემი ლაივი იქნება უკვე ჩართულია. ანუ თამას ბაკურიძე. დიახ. არა, კი მაგრამ ხალხი დარჩა კიდათი. ან თქვენ არ შედით. მე კიდევ ვარ თუ ალბათ ესენი შევიდე. არა ფრანგელობებია. ერთი მაინც შევიყვანოთ. ხოლმე სამთავრობო სერვისით პარტია. დანარჩენმა დაელოდეთ, ყველაფერი იქნება ნამაზად, გადაბზადეთ იქეთ, გაათარისმლეთ ადგილი. ყველამ გადაბზადეთ. პოლიციელი მიმართავს აქციის მონაწილეებს, რომ გაათავისუფლონ აჯარის მთავრობის საქმის შესასრულებელი და ისე დაელოდენ ამ შეხვედრის შედეგებს. როგორც ცნობილია, ჟურნალისტებთან ერთად შეხვედრაზე თორნიკე რიჯვაძემ უარი თქვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ გასულ კვირაშიც, მაშინ რიჯვაძე იყო თანახმა, რომ შეხვედროდა აქციის კონკრეტულ ლიდერებს, კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს, თუმცა აქციის მონაწილეების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრას უნდა ასწრებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რაზეც თორნიკე რიჯვაძემ თქვა უარი, ის საერთოდ არ შეხვდა აქციის მონაწილეებს. დღესაც იყო ანალოგიური მოთხოვნა საბოლოოდ აქციის მონაწილეების მხრიდან, მაგრამ ეს მოთხოვნა დღესაც არ შესრულდა და საბოლოოდ თორნიკე რიჯვაძემ შემოუთვალა, შეიძლება ითქვას აქციის მონაწილეებს, რომ რეალურად შეიძლება ერთ-ერთმა მონაწილემ, ვინც არის აქციის მონაწილე, ჩართოს Facebook Live-ი და ჩვენ ახლა მოვისმინეთ ამას ბაკურიძისგან, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი უფლებებისათვის ხელმძღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მან თქვა, რომ მისი ტელეფონიდან ჩაირთვება ლაივი და გავიგებთ ამ შეხვედრის შესახებ. თუ რას მოისმენენ, რაზე ისაუბრებენ ამ შეხვედრაზე, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე თორნიკე რიჯვაძე, რომელიც შეხვდება აქციის მონაწილეებს.
აქ სხვადასხვა ჯგუფია სოციალური შეკრებილი, მათ შორის ძირითადად არიან, როგორც მე ვხედა, ოცნების ქალაქში ცხოვრობი ადამიანები, მათ აქვს კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის იმაზე, რომ სახლი, რომელიც იქ შენდება, არის მათთვის უცნობი თუ კრიტერიუმები ვის რა როგორ მოუწევს, რომელ ოჯახებს მოუწევს სახლები ამ ახალ კორპუსში, ასევე მათ აქვს ერთგვარი გაურკვევლობა, თუ რა იქნება მათი მომავალი, ან ვის შეიძლება ერგოს საცხოვრებელი ბინა ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. აქ არიან სხვა სოციალური ჯგუფები, მაგალითად კირნეთში და მარადეში ცხოვრობი ადამიანები, ისინი თვლიან, რომ ჰიდროელექტროსადგურების აშენების შედეგად ისინი დაზარალდნენ და ერგებათ კომპენსაცია და ეს კომპენსაცია მათ ვერ მიიღეს. მე გასულ კვირას ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ვინც თქვა, რომ რეალურად იფარება წყლით კონკრეტული მიწის ნაკვეთები, რომელიც მართალია სახელმწიფოს აკუთვნებაა, მაგრამ იმის გამო, რომ ასევე ხელისუფლების რო არ ქონდა ნება მიწის რეფორმა არ ჩატარებულა რეგიონში და ამ მიწას ისინი ისე იყენებდნენ და ეხლა რეალურად ისინი სარჩოს გარეშე, შემოსავლის გარეშე რჩებიან და წყლით იფარება კონკრეტული მიწები და ისინი ვერ მათ უჭირთ არსებობა. არიან სხვა სოციალური ჯგუფები, მაგალითად მათ შორის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად გადადიოდნენ თურქეთში და მუშაობდნენ იქ, ხოლო პანდემიის პირობებში მათი ეს სამუშაო გახდა შეუძლებელი და მათ აქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომ გაიხსნან საზღვრები და ამ ადამიანებს მიეძებთ მუშაობის შესაძლებლობა თურქეთში. აზის რამდენიმე მონაწილე კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი უკვე შევიდა აჭარის მთავრობის შენობაში. ალბათ სადაც დაიწყება ის შეხვედრა თორნიკე რიჯვაძესთან, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე, ჩვენს გაუგებარია თუ რატომ აქვს მსგავსი მოთხოვნა თორნიკე რიჯვაძეს, რომ არ დაესწრონ მედიის წარმომადგენლები და არ გაშუქდეს საზოგადოებისთვის პრობლემა. აზის მონაწილეებმა იგივე გითხრეს, რომ მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრას დასწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები და მარინა ბერიძე პირდაპირ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლება არ სურდეს მთავრობას, რომ ღიად გაშუქდეს, როცა მთავრობის თავმჯდომარე ხდება კონკრეტულ ადამიანებს აჭარის მთავრობის შენობაში, რომელიც არის საჯარო დაწესებულება ბუნებრივია. და საბოლოოდ აქციის მონაწილეებს მოუხდათ დათანხმება იმაზე, რომ მხოლოდ აქციის ერთი მონაწილე ჩართავს Facebook Live-ს ამ შეხვედრის შესახებ. გამარჯობა, თქვენ საიდან მზადებით ოცნების ქალაქიდან თქვენც იქ ცხოვრობთ. ხო, რამდენი წელია რაც იქ ხართ? 4-5 წელია. ეხლა რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა? ჩემი კონკრეტული მოთხოვნა ის არის, რომ ასე კი ვერ გამიგეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ რაღაც უნდა მოგვიწიოს, არ უნდა მოგვიწიოს, გადაიხედოს კიდევ იმ საქმეებს. თუ ვისაც უწევს მაგალითად, რომ ვისაც აქვს ხალხი და რაღაცა და ბინები და ამაზე ეს პრობლემა არის, ზერა გადაიხედოს კიდევ ისა, ვისაც არ და დაკმაყოფილდეს. ხო, რაღაც იყო ქონდა განცხადებები მთავრობას, მათ შორის თორნიკე რიჯვაძეს, რომ დაკმაყოფილდებიან ეს ოჯახები ეტაპობრივად, ხო, ვინც ამ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ან რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს არ შესრულდეს და თქვენ ისევ დარჩეთ ღიაცის ქვეშ? არა ვიცი, ახლა მე მაგას კი არ ვფიქრობ, მაგრამ მე მინდა რომ გავიგო, ესე იგი რაღაცა გვიწევს, არ გვიწევს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ჩვენი ცხოვრებელი რაღაცა ხოხმად გავაკეთეთ, მაგრამ თურქეთში მუშაობთ ისე გავაკეთეთ და ეხლა იგიც თუ არ მომიწია მაშინ. სხვები არიან თუ არა ეხლა ამ აქციაზე, ვინც ოცნების ქალაქში არ ცხოვრობს და სხვა პრობლემა აწუხებს, აქ ვის ხედავთ ეს? ოცნების ქალაქის ხალხი ვარ და მინდა თვითონმა ჩვენთაგანმა მიიღოს, ვინა იქნება თუ და კანონებმა იქნება თუ რაღაცა იქნება. გავიგოთ და ჩვენ და სამუდამოდ მართლმადიდებელი ვარ. ბატონ რიჯვაძედან რომ დევ გვერდში გვიდგას და აჭარის მთავრობა და ყურადღებას მივაქცევს, მაგრამ ამ მომენტში რაღაცა ცოტა პრობლემები შეგვექმნა და დაუპყროდით ხალხმა და ვერაფერი ვერ გავიგეთ, გაუგებრობაში დავჭით. მაგრამ დანარჩენი რა ვიცი. მაინც კიდევ ჩვენი მთავრობა და გვაქვს იმედი და რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ნათელა შავაძე და პირველ რიგში კიდევ ხაზგასმით მინდა აღნიშნო ხალბატონ მარინას ერთგულება და ჩვენ გვერდში დგომა. ეს აუცილებლად ახსნა. მარინა ბერიძეს გულიც. მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ. თქვენ საიდან მზადებით? ოცნების ქალაქი, ხო? და თქვენი მოთხოვნა რა არის ამ შემთხვევაში?
შეხვედრაში? ჩვენი მოთხოვნა არის ძირითადად შესახლებული ხალხის დაგმაყოფილება. ვინც რომ არიან სამყაროები, მრავალშვილიანები, ეცეცაში ზონაში მაცხოვრებელი ხალხი. ახლა ხალხი არის შეგროვებული აქამდე. როგორც მოусმინეთ, იყო განცხადებები, რომ არიან სხვებიც, თქვა კახაბერში, მარადიჩში, ვინც ცხოვრობენ და ეხებათ იგივე კირკინაჩი უბრალოდ ჰესების პრობლემა, ხო, დაზარალებული ადამიანები. ანუ არიან ახლა აქვს იმის სხვა ადამიანები, რომლებიც სოციალების ქალაქში არ ცხოვრობენ, მაგრამ ასევე პრობლემა აწყობენ. რა მოდინი გაქვთ ახლა თორნიკე ჯოზესთან შეხვედრით? როგორც ასეთი ეს ხალხი მოითხოვს 6 კატეგორიის დაგმაყოფილებას და იმედი გვაქვს რომ განიხილავთ ჩვენს ინფორმაციებს და გააკეთებენ სწორ გადაწყვეტილებას. თქვენ როგორც ერთი მოქალაქე, რას ფიქრობთ, რატომ იყო კატეგორიული მოთხოვნა თორნიკე ჯვაძისგან რომ არ გამართული იყო შეხვედრა მედიის სტანდარტების ხელისუფლებისგან ითხოვს ეს ხალხი? არა, სხვა რამეს გეკითხებით. დღეს და ასევე წინა კვირას რატომ იყო კატეგორიული თორნიკე ჯვაძის მოთხოვნა რომ შეხვედრაზე არ შესულიყვნენ ჟურნალისტები? ან რატომ შეიძლება არ დაესწროს მსგავს შეხვედრას მედიის წარმომადგენლები? კარგი, მადლობა. მადლობა. ბატონო ჯაბა. დიახ. ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ 35 წელია აგერ მოსახლეობა. ეს ასლანა ბაშიძის დროიდან მოყოლებული. სად ცხოვრობთ კონკრეტულად რო გითხრათ? აეროპორტის ნაგავსაყრელზე. ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია. ან თქვენი თვითნებურად შესახლებული ხართ თქვენი საკუთრებაა? თვითნებურად თქმა უნდა. თვითნებურად გადარ მიმართეთ ვისთან არ ვიყავით, განაცხადებით მოვივიდა. 30 წელია იქ ვართ. 18 ოჯახი. ან ნაგავსაყრელის მიმდებარე. ხო, მიმდებარე ტერიტორიაზე. ანუ თქვენ ააშენეთ სახლი, თუ სახლია, ხის სახლია თუ როგორია? ისე ფიცრული ნახული გაკეთებული ფიცრული ხის ტერიტორია. ეს 30 წლის წინ ააშენეთ, ხო, ასე აშენებული ვართ იქ. რამდენი წელია რაც იქ ცხოვრობ? 30 წელია ზუსტად. არის 35 წელია. აშაკიანი და ვისთან ერთად ცხოვრობთ იქ? მე მარტო ხელა ვარ. შვილიშვილები მყავს. ამ კუთხასთან ჩემთან არიან მაგ ხის ფიცრული სახლი. არანაირი სარჩო, არაფერი არ მაქვს. რაც შეიძლება პატარა. მანამდე საცხოვრობდით? მანამდე ასეთ არ ქონდა ჭანაში ძმას თავიყავი, ძმას არ ქონდა ტერიტორია და წამოვედით და დავსახლით იქ. ვინმე არ მოსულა, არაფერი არ უთქვამს. დაჟე ვმუშაობთ, იქ ავდივართ, ჯარქია თუ რაღაცა ვაგროვებთ. სულ მცირე 90 კაცია იცით თვითნებურად რომ არც სამსახური არც სარჯო იქვე თქვენს გვერდით თქვენს ზემოთ მუშაობთ ნაგავსაყრელზე ვართ იქ არავინ არ მოსულა ანუ 90-ვე არის თვითნებურად შესახლებული ოჯახი 18 ოჯახი თვითნებურად ვართ იქ ადგილობრივად და ისე ზემოდან ახალგაზრდა ვისურვაც რომ არც ხელფასი არც არაფერი იქ იხჩობა და არის რამოდენიმე წელია ბავშვები მუშაობენ აი ბავშვიც იქ არის და ყველა რაითი ვჩინონ თავი, არც ხელფასი, არც ყურადღება, არც არაფერი. თუ რამე გამოვატა, თუ რამე მოგვაქცევენ ყურადღებას, ძალიან დიდ მადლობას მოვიხდით. და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები? ანუ ასე შეიძლება ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მე ხა გასარიგი ვარ, ანუ სოციალურად დაუცველი ვარ, მიჭირს და ვერ ვყიდულობ სახლს. ანუ ფიქრობთ, რომ ეს სამართლიანია მსგავსი მიდგომა, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე დასახლდნენ ადამიანები და შემდეგ მოსწოვენ სახელმწიფოს, რომ აი ახლა დამიკანონე ეს სახლი, იმიტომ რომ მე აქ ჩვენ არ ვთხოვ, თუ რამეს მოგწევენ და გაგვიშვებენ, ოდნავ ფართი იყოს და მოგწევ და დაგმაყოფილოს. აგერ ჩვილი ბავშვი აქვს, ყავს ესეც იქ არის. ავატყობი. კარგი, მადლობა, ბოდიში, მე მაგიბრუნებით. რეჟვაძე არის. უკაცრავ დრო მიმიშვათ რომ მე ბატონი თორნიკესგან მინდოდა ლაივში გაგეგოთ როდის დაიწყეს ოცნების ქალაქი სამივე დასახლების ყველა ოჯახის ხელშეკრულების გაფორმებას რომ ერთხელ და სამუდამო წერტილი დაესვას მე ეს მინდოდა თორემ ბატონ რამაზი ყოველდღე იქაა და ყველაზე დიდად ისუსმეს მოსახლეობას და რა გადამეიდა პრობლემა ანუ გავაგან მაგდა რა მოხდა მოკეთებული არა ჩვენ გელაპარაკებითო ჩვენ გადავცემთ და გადაცემული გადმოცემული მე არაფერი არ მინდა ანუ არ შეგვდა თორნიკე ჯვაძე არ იყო ბატონი თორნიკე მე არ თორნიკე არ გამოვიდა როგორ თქვენ არ გაწუე ეს სიმართლის ლაპარაკისთვის არ ვიჭი ვინ იყო ამ შეხვედრაზე ვინ შეხვდით თქვენ ბატონი რამაზი კარგად ვიცანი ალბათ თორნიკე ჯვაძის ის იყო მოადგილე
ჩემი თხოვნა მეგობრებო, სამივე დასახლებას ბატონ თორნიკემ გაცეს პასუხი, როდის დაიწყებს ხელშეკრულებას ყველა ოჯახზე, თუ რაბედი ერის თითოეულ მათგანს 1740 ოჯახზეა საუბარი. ბატონ თორნიკე თუ არ იქნებოდა მე იქ საუბარს არ გავაგრძელებდი, იმიტომ რომ ბატონ რამაზ ჟინჯარაძეს ბევრი სიკეთეა იმ ხალხზე გაკეთებული, იმას მე ისედაც უსმენ. ტელეფონის მიცდომაც მაქვს ძალიან კარგად ვაფასებ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ბატონ თორნიკეა თქვენი თავარი ვალდებულება. ვინც გადაწყვიტა ეს სამადლო საქმე რომ დაიწყო, იმან უნდა დაამთავროს, ხომ ასეა? ან თქვენ დატოვეთ შეხვედრა და გამოვიდეთ. მე დატოვე, მე ჩემ ხალხს არ ვატყუებ ბატონო ჯანი. ეს ხები დარჩნენ შიგნით? არა, გამევიდა. მე ჩემ ხალხთან მართალი ვიქნები. მე ამ ხალხმა იცოდა რომ ბატონ თორნიკეს ხვდებოდი. შემედი და არ დავხვდა ბატონ თორნიკეს. შეხვედრაზე ძალიან კარგად გვესაუბრებოდა ბატონ თორნიკეს მოადგილე მეუღლეობა ყველაფერი გადავცემდა, მაგრამ ჩვენ აქედან შევედი. როგორც თქვენ ახლა მოისმინეთ თორნიკე ლიჟვაძე არც კი შეხვდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც შევიდნენ აჭარის მთავრობის შენობაში, მათ შეხვდა რამაზ ჟინჯარაძე, ის აჭარის ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილეა და შეხვედრა დატოვეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რადგან თქვენს რომ მათ კონკრეტულ კითხვებს და მოთხოვნებს უშუალოდ თორნიკე ლიჟვაძემ უნდა გასცეს პასუხი და რამაზ ჟინჯარაძე შეხვედრის პრობლემა მათ ისედაც არ ჰქონდათ და იმიტომ არ დანა საპროტესტო აქციაზე რომ შეხვედრდნენ რომელიმე მაღალჩინოსანს არამედ მათი კონკრეტული მოთხოვნა რომ შეხვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. რა თქმა უნდა, ვარინა ვიარ ყოველ დღესა. საუბარი აღარ გამიგზელები, იმიტომ მე თავმჯდომარესთან მივედი. თავმჯდომარესთან რომელიმე დღეს ოქრების განში შემოვიდა. ჩემი აქ გამოსვლის დროს. შემოვიდა და აქ საერთოდ მე საკრატო გამიშინდა. ჩემ ახულელმა როგორ გაბედა რომ მაგიდასთან მიმიწვიეს და ის არ დავხვდა. ამას არ დაუშვებ. მე დედა ვარ ყველა დედის სახელით. ვიბრძოლებ ბოლომდე. ბატონ თორნიკესთან დიალოგს არ შემარგავდა. რა უსაშველო არ გამოდის. რა ვიცი და ამდენ ხალხი ვარ და ერთი ნეუჟელი ვერ გამოვიდა ერთმანეთს. გამძიმაში ყველა არ მოსულა. კოვიდის სიტუაცია, პანდემია და რეისთვის მოვედი რა. რამდენ ხანს აპირებთ რომ გაჩერდეთ აქ? საღამომდე ნაკნამი ხო? დაველოდები. და თუ არ გამოვიდა? არ გამოვიდა გასალებამდე. თუ არ მოусმენენ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდება. დავიწყებთ გზების გადაკეთებას და მაინც უნდა აცემიორეს ქალები. როგორც გუშინ იყო ცდელობა წაბლანაში. ხალხს თავი დაგვანებონ. რაც გვინდა ის მოგცენ, პატარა საქმეს ხო, ბევრს არაფერს. გამოვიდეს თავრობამდე რაც ხასიტყვა თქვას, რატომ ეშინია და რაც მალება. ბატონ რამაზის საქმეს რო აკეთებს ოცნების ქალაქში, ბარეულმა არ იტრაბახო საქმესმა საჯარო პირმა. მაგრამ ეხლა ბატონ რამაზისთან არ იყო საუბარი, მეგობრებო, ეხლა მაგ ადამიანთან მე პრობლემა არაფრის არ მაქვს. რა თქვა თავად ბატონმა რამაზმა, რატომ ხვდებით? ეხლა ბატონ რამაზი თქვენ ისედაც გაქვთ ხო კომუნიკაცია როგორც კი, რა თქმა უნდა, კაცო. გუშინ იქ იყო ცეცხლიო გაჩნდა და რასაბო. და რატომ შეხვდით დღეს რატო ვარ ეხლა თქვენ? გადავცემთო რა, რასაც ვიტყვით იმას გადავცემ და თურმე მუშაობენ ეს 2 წელი რას მუშაობენ ვერ გავიგე. 2 წელია ხალხო ველოდებით, რა კატეგორიას აპირებენ, რა აბედიელის დანარჩენ ოჯახებს ვერ მივიღეთ საწადელი, ვერ გავიგე ეხლა. სათამაშო ხალხი არაა ოცნების ქალაქის ხალხი. აჭარელი ხალხის ღირსება ყოველთვის არის დაცული. ეს მინდა იცოდეს ყველამ, ერმაც, ბერმაც და ხულოებ თავმჯდომარებაც. იყო მარინა ბერიძე, ის ოცნების ქალაქში ცხოვრობს და იყო შესული შეხვედრაზე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, თორნიკე ლიჟვაძე მათ არ შეხვდა მთავრობის კონკრეტული წარმომადგენელი და შეხვედრა დატოვეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. ასევე პროტესტის ნიშნად მათ თქვეს, რომ უშუალოდ მოისმინეს მათი პრობლემების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ და არ დაიშლებიან, არ დატოვებენ შეხვედრის ადგილს, ანუ საპროტესტო აქციას, ვიდრე შეხვედრა არ გაიმართება დღეს. მე გუშინ რა ცეცხლის მე გუშინ ცეცხლ გადაურჩი ახლა დავჩერდები ვერავინ ვერ გამაჩერდეს გუშინ 4-9 დაუშვებდი და ვინ არიან რატომ არ უნდა შემხვდნენ რატომ ჩემო მეგობრებო 9 წლის წინ
იყო ქალბატონი მარინა ლიდერი და იქნება ბოლომდე. მაგრამ კიდევ ერთხელ დააფიცა ქალბატონმა მარინა. ჩამოვიდა ის მარტო არ დარჩენილა მოსალაპარაკებლად. ბატონ თორნიკეს დღეს დიალოგს სანამ არ გაუმართავთ, არ წავართ სახში და მორჩა. არ წავართ. ბატონი თორნიკეს დიალოგი უნდა მიიღო. თუ დღეს ოცნებაში ამოსვლას აპირებდა, იქ თუ ამოვიდა და ლაივი ჩართო. მის კაბინეტში რატომ არა? არ წავიდეთ მეგობრებო. ვინც გავს ვერ დარჩები. არა, ვიყო. ანუ ქალბატონი მარინა. მოვიდივარ და იქ დავხდებოდი ჩვენ. ქალბატონი მარინა, ლაივი ჩართო ხანძრის მიმდინარეობის დროს. მე არ ვიცი დღეს რაღაც ქონდა ლაივი ჩართო, ყველაზე ბოლომდე გამოვედი. ეს არ შეიძლება, ეს არის რაღაც ეს რა არის იცი ეხლა შეიძლება ფიქრობთ რომ თქვენ მასხლად არავინ არ იგდებს ქალაქს მიშენებთ. ქალაქ მიშენებთ, მარილი მოაყარეთ. მომეცით ხელშეკრულება რომ ამ ადამიანმა 9 წელი ან ადამიანი რომ დაეღუპა, ან სიმსივნით დაავადებული რომ გახდა, ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეს რომ რა ბედიელის, ან იმ ფეხის ფაცხა დაშალოს და ქვა აშენოს რომ კიდე ხანძარში არ დაიჭერს. ადამიანები ვერ გაუყურებაში. ამის გაგება საჯარო პირებს არ უნდა ეშლებოდეთ რა. რამდენი ოჯახი დაზარალდა გუშინდელი ხანძრის? გუშინდელი ერთი ოჯახი და 4 ოჯახი ვიყავით უკვე მცდელობაში. სახანძროს კიდევ დიდი მადლობა რომ მაგერმა მოგვისწრეს. ო, ვერ გეიგიყო და. მეგობრებო. გესმით? ძლდება საპროტესტო აქცია. მარინა ბერიძე და ანჩის სხვა ლიდერები გამოვიდნენ აჭარის მთავრობის სახლიდან, მათ თქვეს რომ თორნიკე რიჟვაძე მათ არ დახვდათ, დაახვედრეს მთავრობის წარმომადგენელი. და მათ თქვეს სამხედროზე უარეს დატოვეს საპროტესტო აქცია. თუმცა ამბობენ რომ ადატოვებენ მთავრობის სახლის შესასვლელს. დავიათი გვერდები რომ ამოწესეს. ასახლებაში რომ აგენტებად მიგვიჩინეს. იმასთან ამოვიდეთ, ხო? ვერ მივართ ვერავის. კი, მაგრამ იქ რომ ამოვიდა, გახსაუბრებოდა იქ. აქ რა გვინდოდამდე ხალხს. რა მნიშვნელობა აქვს გრებია თუ იქა? ის რატომ იცი ვეღარ მოგვისწრეს, უკვე მასკები გამოშვებული იყო. ვის გააჩერეთ? 9 წლის დამჭერები გააჩერეთ. არავინ არა. გააჩერეთ და არ გავჩერდეთ. რა თქმა უნდა. რა უნდა დავამალოს? პოლიტიკური პარტია ვარ არა. არა. მინდა რაიმე თანამდებობა არა. მე მინდა 9 წლის დამძოლი. 1000-ობით ბავშვის ბედი ბოლომდე მივიყო რა შედეგია. ეს მინდა. დაველოდებით ბატონ თორნიკეს დიალოგი უნდა შედგეს დღეს. რა თქმა უნდა. დღეს უნდა შედგეს მეგობრებო. ამ წვიმაში რომ დავსვერდით, უშედეგო სახში არ წავალ. რა თქმა უნდა. ვიყოთ აქა ვიყოთ. ცეცხლს უღურე გუში, კინაღამ დავიწვი. ამდენ ბატონი რა გამოვიდა რა. ძალიან დიდ პატივს აქვს. მაგაც ერთი დიდი პლუსი დედასკებიცები ის აქვს რომ ჯერ ჩვენი ზარი არ დაუტოვებია უყურებდებოდო. მაგრამ რაც ახლა მისი ვალდებულება არ არის, რაფერ უთხრა ახლა? მე რომ თავმჯდომარე არ ვარ, მთავრობისა ვერაფერს ვერ გეტყვი თავმჯდომარის მოვალეობას, ხო? ჩვენ გვინდა პური მეპურებ გამოგვიცხოს. კი ბატონო. აკვა. მაშინ წავიდეთ მარინა მის სახლთან და იქ გავაკეთოთ სახლი კარი რა თვით აგერე აგერ არის თავრობა მინდა და ვიდეთ იქ ახლა რაზმია ჯო აქა და იქ სავეძებ იქ სახლში მაინც მივა და მაი რომელ სახლში მივა ვიცი დინაშვილზეა რა ვიცი სხვა ბინები თუ კიდევ აქ რა ვიცი ბატონი არჩი ხაბაძის როსაც ასე დამტოვეს ხდომა და მაშინ ამდენი ხალხი თბილისში გავართა ხა ბატონი არჩი ხაბაძე და ასე თქვა ის ხალხი მაქედან უნდა გავიყვანოთო და პირველი მე ავდექი და წამოვედი მე იქ ხალხის დასანგრევად არ შემსულვარ მაშინაც უკმაყოფილო გამოვიდი მაგრამ დღეს ამას არ ველოდი ეს ამას არ ველოდი მიკროფონი მარალის და მოვა ეხლა მიკროფონი მეორე მიკროფონი ზადან ერთი გაგვიხუჭეს და ანუ რჩებით ადგილზე მაგრამ ჯერჯერობით არ იცი რა ხა შეიძლება გაჩვენოს ჩვენი ხულელია და მე მოიფიქრებს რომ უნდა შეგხვდეს ამ ხარზე მნიშვნელოვანი არავინ არა კოვიდია ხო მეუბნები პანდემია არ იქნება სატრაბახო ამ ხარზე უნდა შეგხვდეს ეს ასავალდება კოვიდი ჩვენ მოვიხადეთ და აღარ დაგვემართება კორონა გადავიარეთ უკვე მოვიხადეთ მაი წევდა აღარა ერთი ტიკვიფა აზრი რა მოადგილები ჩვენ იმდენად ამდენი ხალხი მოწიწეთ ერთად ამის ოჯახის წევრებად ხო მასია მეტი არაფერი არა ამდენი ხალხი ერთ ადამიანს ველოდებით და ვერ გამოვიდა ხომ რამეს არ ვეუბნებით არ ვჩუმობთ და არაფერი გაქცეს ორი სიტყვა პასუხი და წავართ და ყველა რაღა გვინდა აკა ვეთქვი რა ველოდებით
ო მე არ ვიცი იხდი რომ უკვე ინფერი თვალები ქონდა და თვალები თუ კითხულობ უკვე რას მელავარ შენ მიხდი ეგრევე რომ არ მოვიდოდა ეს კი არ მოვიდოდა ხულელი სამბავი იცი ადამიანი თვალები ჩანს არ უნდა ეხლა ამ ხალხის თვალები ყველაფერს ამბობს მარინამ კიბეზე დაიწყო ყვირილი თორნიკე თუ არ იქნება მე მოვდივარ ეგო გაჩერდი ბაცალე მარინამ შესვლამდე იკითხა თორნიკე ხო ხდები და კიო პოლიციელმა უთხრა მე ვესწრებოდი და იმიტომ შევიდი აბა რატომ ახსე რომ წამოდგა მივხვდა სულ მობრუნდა არა ხალხო ეზოში თქვენ ხართ და მოიცავ მე ხომ დიპლომატი არ ვარ რუსის ხომ პარლამენტარი რომ ფეხებზე კიდიათ ხალხი მე შენისთანა მეკოხებ არ მეტი არაფერი მარა უფრო მეტად ღირებული მაქვს ადამიანების სმენა ვიდრე მე მგონი მათ რა თქმა უნდა იო და მე არ ჩდება დაგენი წელია ქვეყანა წლებია ერთმა მილიარდენებია და ჩვენ ამის შესაძლებელი არინა მაგარ ჯობია აი ხალხი არემალები ღმერთმა თქვენთან დასამალი არ გამიხადოს საქმე ესენი ახლა უბრალოდ რაზე გულიწება ისი დღეს კაცმა იქ ამოვიდა და არ დამირეკას არავინ არ დამირეკო ბატონი თორნიკო არინა იქ შევხვდენოდით არ ჯობდა ხოდა მაგას გამოიქიდა დავასული ვიყავით ბებია სამთე შეხვედროთ აი არა აქედან გაქცევას ნიშნავს ველოდები დიალოგი უნდა შეხდეს მოიცა უყუროს ამ ხალხს ეს უყუროს თელმა მსოფლიომ რომ ასე კოვიდის დროს ელემენტარულ შეხვედრაზე თუ აი ესე უნდა მოგვექცე დაგვემართოს ეს მეორადი კოვიდი და რაზრია არა აქედან რომ წახვალ უკვე სხვა დაიბადება ხალხი მე მაგდენის ვიცი არა ველოდებით ბატონ თორნიკესთან დიალოგს დიალოგზე გარანტია საუცილებლად გამოვიდეს გაქცეს პასუხი და წავალ საქმე არავის არ ეხალისება დავკნათ აბამეთი რამდენს აპირებთ ლოჯიკს ველოდებით სანამ არ გამოიქნება და ველოდები არა მე დაწვევაზე ინჟინერი არ გამოვიდა საცხაიდან გადავწყვეტ და თუ საქმე შეხვედრა ქონდა უნდა გადადოს და აგერ ეზოში ხალხია ბატონო ვარდა ბალერონის ჩვენი თავარი მოთხოვნებია მეგობრებო საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის მთავრობის სახლის წინ უკაცრავად დღეს აქ შეიკრიბა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, ძირითადად არიან ოცნების ქალაქიდან, ისინი ითხოვენ, რომ დადგინდეს დროულად კომერციული კრიტერიუმები, თუ რომელი ოჯახები შეუძლენ ახალ კორპუსში, რომელიც შენდება ოცნების ქალაქში, და ასევე რა ბედიელის და კონკრეტულად როგორი იქნება იმ ადამიანების მომავალი, ვინც წლებიაც ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში. არიან სხვა სოციალური ჯგუფებიც, მათ შორის იგივე ჰესების ფერლობისგან დაზარალებული ადამიანები, როგორც მათ ისინი ამას აცხადებენ, ასევე მაგალითად ადამიანები, რომლებიც ყოველდღურად გადადიან თურქეთში და გადადიოდნენ პანდემიამ და მუშაობდნენ და დღეს უკვე დარჩნენ შემოსავლის გარეშე თვეების განმავლობაში და პრინციპში უკვე წელია და ისინი თხოვენ საზღვრების გახსნას. ანუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფია. ეს ადამიანები გასულ კვირაში შეიკრიბნენ აქ, მაგრამ ვერ მოხერხდა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა, მაშინ რიჟვაძე ამბობდა, რომ ის იყო თანახმა, რომ შეხვედროდა აქციის მონაწილეებს, მაგრამ მედიის წარმომადგენლების გარეშე, რაც აქციის მონაწილეებმა თქვენს უარი დღეს ასევე მიიღეს აქციის მონაწილეებმა დაპირება, რომ გაიმართებოდა შეხვედრა და მხოლოდ ჩაერთვებოდა Facebook Live და ჟურნალისტების შეხვედრა შესვლაზე ისე უკითხეს უარი. თუმცა აღმოჩნდა, რომ თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა საპროტესტო აქციის კონკრეტულ მონაწილეებს და ამიტომაც მათ ეს შეხვედრა დატოვეს. აქციის მონაწილეები რჩებიან აჭარის მთავრობის სახლის წინ, ისევ წვიმდება და ცუდია მიდია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ დარჩებიან მანამ, ვიდრე არ გაიმართება შეხვედრა თორნიკე რიჟვაძესთან. ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აქ. ეს ბათუმელების ლაივია, დარჩით ჩვენს არხზე ბათუმელები ჯიდან ედგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია არა მხოლოდ აქ ბათუმში მიმდინარე პროცესებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის დროებით. იმყოფებიან კიევ-ნაჩვენების მშენებლობის დროს დაგარალებულები, ასევე ავტობანის მშენებლობის